კი ბატონო. ნანი სალუქვაძე, აპლოდისმენტები. გამარჯობა კალბატონო. გამარჯობა შეკუმეცობა, გამარჯობა. გოგზანდით. მოგესალმებით, სასიამოვნოა რომ გვესტუმრეთ. ჩემთვისაც. გაიხარეთ, მიხარია რომ გაქვთ იუმორის ზნობა და გიყვართ. საყვარელი კერძი ოსტრი და სოუზი. მოგების შემთხვევაში რაში გამოიყენებ თანხას, კბილებს განვიახლეთ. ნუ ამ კერძებს სჭირდება ალბათ, ხო? კი ბატონო, კი. და ხო, მეც მიყვარს სხვათა შორის ეგეთი კერძები. ჰობი გაქვთ ქართული ხალხური სიმღერები, მომღერლებისა და მსახიობისა სურათებისა და სტატიების შეგროვება. ბუთქუნაზე თამაშს და სურათი თუ გაქვთ. მაგასაც შევიძენ. გაიხარეთ ეს უმრობით არაფერი ისეთი. კარგით, მე წარმატებები მინდა გისურვოთ. შეგვიძლია, რა ვიცი, დავიწყოთ. ალბათ, დავიწყოთ კალბატონო წარმატებებს. კალბატონანი, წესების შეხსენება ხომ არ გჭირდებათ? ივნის მერე სულ მაგას უყურებ და ზეპირადი. ანუ ჩემზე კარგად იცით ეს კაი. მაშინ დავიწყოთ. წარმატებები. 1, 2 და 3. სულ მთვრალი იხლი პარწები, აღარ მოგბეზდაბებია. ფხიზელი უფრო კარგი ხარ, მაგონე პიპო ხვიჩიას. ამდენი სმით და ჭამითა გადაგიგვარდა სტომაქი, თუ არ მოუკე, იცოდე გახდები დიდი გუბაზი. კარგად ასრულებ ნასვამ კაც, ნამდვილი მთვრალი მგონი ხარ. ფხიზელსაც კარგად თამაშობ, ცეკვაც, სიმღერაც გიხდება, სიმართლეც იყო. ხუმრობაც ეს ლექსი ჩემო ნიკუშა, ტირილიც ისე გიხდება, თვალს რომ არ ენახება. ეს საქმე რაც წამოიწყეთ, ნამდვილად მისაბაძია, ახალგაზრდაზა ბებრებსაც ყველას გაგვიღე კარია, მოკლედ და კონკრეტულად, კაი ბიჭი ხარ ძალიან. ახალგაზრდა მასწავლებელმა პოდიში. ესე ამოვნა? კარგია? ნამდვილად და თავიდანვე მინდოდა უბრალოდ ლექსვაცა პირველი სიტყვა კალბატონო თუ შეიძლება რომ მითხრათ. კაი სიტყვა იყო, ჩავიწერ მეცა. ჩვენ ლექსიკონის მიემატება. პირველი ლექსი იხლი პარწები, იხლი პარწები. გუგლად არის რა აკეთებ თქვენ რო ვეღარ დადიხარ და იქცევი და ამას იხლი პარწები. იხლი პარწები. ჩავიწეროთ იხლი პარწები, აქ. იპოლხვიჩიაც მაგარი იყო, რატო არ და იპოლხვიჩია. ნასვამსაც კარგად თამაშობ, ხიზელსაც ნასვამ. არა, იხლი პარწები ამ ლექსში მე მომწონს ეგ სიტყვა ძალიან. იხლი პარწები. ჩავიწეროთ. მიემატა ჩვენს ლექსიკონს. ძალიან კარგი. კალბატონანი 50 თქვენია. უნდა კითხოთ, ვაგრძელებთ თამაშს. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, მაშინ მოვემზადოთ. წავიდეთ. ერთ საღამოს მატრონეს სოფსაბჭოში დაიბარეს. ისიც გამოიპრანჭა და წავიდა. შვაღამე გადიარა ქალი არჩანს ქმარი გაბრაზდა გეიქცა. სოფსაბჭოში მივიდა და რას ხედავს. შვაში იდგა თავმჯდომარე ირგლივ ერტყა ქალთა ჯარი, მოხსენებას აკეთებდა მატრონიე მისი ქალი. მატრონეს კერძზე ორდენი უწყინავს. სიტყვის დასასრულს კი თქვა, და თუ კიდე მესამშობლო მომატებას დამავალებს, 9 თვის თავზე გენაცვალეთ, მე-11-ს ჩაგაბარებთ. აბა, ხალხო, თქვენ მითხარით ეს როგორი კანონია? მე ბაღნები ვაკეთო და ორდენი კი მატრონიას. თავმჯდომარეს რომ პირდები, მე-11-ს გაგიჩენო, ჩემი შრო მიდგინდა ოქრო გულმკერდი რომ დაიმშვენო. ვერა, ჩემო კარგო, ტყუილად შევით ნუ იმედობ. მე-11 თუ კი გინდა, თავმჯდომარემ გაგიკეთოს. მე რატომ მიყურებ? სორია ისა, ქმარი. ბოლოს მეც დავამატა. პასუხისმგებელმა პირმა აიღოს თავის თავზე. მე ქმარი ეუბნება აბდალი ქალი. ბაღანაი თუ გენა მე-11 წამოვის სახში და ელანზე გაგიკეთებ მე-11-ს და თავმჯდომარეს პირდებიო რა. ჩემი ტროსტი არ მუშაობს თუ შენი ქარხანაა. ძალიან კარგი კალბატონანი, 100 ლარი თქვენია მომილოცავს ძალიან კარგი. შემდეგი შეკითხვა იგივეა, ვაგრძელებთ თამაშს. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. დანის დასალიერიდან აქ მივედი იმის დასალიერში და 100 ლარიზე ჩამევედი. სწორია. 3. კარგი გლდანური კილოკამი გაქვს. ნამდვილად. მაშინ 3, 2 და 1. კეიფში ვართ. ჩვენთან ერთად მოხუცი ცოლ-ქმარია. ხანში შესული 70 წლამდე. მე მაშინ ახალგაზრდა ვიყავი. და ერთი შემოგვესტუმრა და იძულებული გავხდით შევიწროებული ყავით და ეს მოხუცი კაცი თავის ცოლს ეუბნება ადე ქალო დამიჯექი მუხლებზე და ადგილი გათავისუფლებაო დაგიძე დორა შენ მამზე მახლა კალმახივით არა მოგიხტეს შარვლიდანო კალმახივით არა მაგრამ ლოქოსავით ხო მაინც გეინძრევაო მე ლოქოსავით განძრეული კი მაგრამ მაგ საქმე შეკაცო გაბრაზდა ეს რა ქვია ქმარი გაბრაზდა წავიდა დაიხტ
შენ მამზემო მე ქმარმა უთხრა შენ მამზემ თუ არა ეხლა მუხლებზე რომ დამიჯდე შენც ქათამივით არა ფართხალდეო შო დამთავრდა ვერ გეგეცინათ ხო და ეს სასაცილო იყო. აი, ალბათონან რედაქტორებმა ხო გაგაფრთხილეს რომ უწმაწურზე არ გაეცინებათო, არა? რა უწმაწური, ამაზე ვარ ეს უწმაწური არ ამბობენ. ყოფილა შემთხვევა ესეც მართალია. ყოფილა შემთხვევა კი. კი ბატონო. მაგრამ არც უწმაწურზე არ გაგცინ. უწმაწურებს ჯობია წმაწური. ალბათონანი 200 ლარი თქვენია. მომილოცავს აპლოდისმენტები 200 ლარი. 200 არა, აქედან დანში ბოინგით ჩახვალ და ჩამოხვალ. ბოინგით თავის მონებით. მონებით წახვალ. მონებით. მაგრამ ეს არ არის თავარი. იქნებ თქვენ აგძელებთ და იბძვით. იქნებ. მაშინ 3, 2 და 1. ანეტამ პირველ სართულზე მიიღო ბინა. მისი ფანჯრების წინ შემოღობა ადგილი და შინაური ფრინველები მოაშენა. მესამე სართულზე ცხოვრობდა ბატონი გრიშა თავისი ცოლშვილით. ანეტას მამლის ყივილის ძილს არ აძლევდა გრიშას. ერთ დილას შეწუხებული და უძილო გრიშა გადმოდგა ფანჯრაზე და ეუბნება: ანეტა, დაკალი მაიმამალი. ბოლო-ბოლო დააკლავ თუ არა ჩამოვედი და მე თვითონ წავაწყვეტ კისერ მაგმასო. ანეტამაც უყვირა: გრიშა, შენ ჭკვაზე რა ფერ ხარ თუ იცი? ეს მამალი რომ დავკლა, მე შენ დაჩინჩლავ ჩემ დედლებსო? ჩამევედი ახლა დავლა და შენს დედლებსაც დავჩინჩლავ და შენც ზეც წაგაჩინჩლაო. საცოდავი გრიშაი საწყალის კვერცხები სულ არ დაუთქლიფავ და ეს ქათმის ბჭყალები კვერცხებს საწყალს. არ გეცოდებათ? გაგძელეთ, თქვენ სულ რაღაც 4 5 წამი. ხო და მეტი არაფერი არ არის დაჩინჩლავ და ორივე ქათმესა და იმასა და კვერცხები დაუსკდებოდა. აი დაუქნათ რა გრიშა ცოდოა. აი ცოდოა გრიშა. გაბატონანი. მე გაგაფრთხილეთ, შეიძლება და ბოინგით წასვლა კოდანში. შეიძლება და 200 ლარად კარგად. მაგრამ თქვენ გარისკეთ, რაც დასაფასებელია ნამდვილად. ღირსეული თამაში გვაჩვენეთ, მაგრამ რა ვიცი, აი ხიმილი ვერ დაიმსახურეთ. გულის სიღრმეში იცინოდნენ, მაგრამ მაინც შეიკავეს. რა თქმა უნდა. ასე რომ დიდი მადლობა რომ მობრძანდით. კიდევ ერთხელ გელოდებით ამ სცენაზე. აუცილებლად. აი, ძალიან კარგი. აპლოდისმენტებით გავაცილეთ გაბატონო.